მოგესალმებით, მე გახლავართ მარიამ ვადიდაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების წარმომადგენელი. დღეს ისევ შევიკრიბეთ ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ამ ონლაინ სივრცეში, რომ ვისაუბროთ დაზღვევაზე და განვიხილოთ ის, როგორც ყოველდღიური აუცილებლობა და არა ფუფუნების საგანი. აქვე შეგახსენებთ, რომ 2 მაისი დაზღვევის დღეა საქართველოში, რომელიც უკვე მეხუთე წელი აღინიშნება. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ კოუჩიზე საინტერესო თემატური აქტივობები ზიარდება. დღევანდელი ლაივ ჩართვაც სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში არის დაგეგმილი. ვიდეო ჩანაწერის ნახვა ფინედუს ვებსაიტსა და YouTube არხებზე მოგვიანებით შეგეძლებათ, ხოლო მათ, ვინც ესწრებით ახლა ლაივ ჩართვას, გაქვთ შესაძლებლობა კომენტარის ოლში თემატური კითხვები დაგვიწეროთ, რომლებსაც გავაჟღერებთ და სპიკერისგან პასუხებსაც მოვისმენთ. დღეს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გოგსაძე გაგვიზიარებს, რამდენადაა ფუფუნების საგნად აღქმული დაზღვევის შეძენა საქართველოში. ასევე გვესაუბრება დაზღვევის ხელმისაწვდომობასა და ბოლო წლების ტენდენციებზე. გიორგი, თქვენი გადმოსახედიდან შეიცვალა თუ არა მოსახლეობაში დამოკიდებულება და რა ნაწილისთვის გახდა დაზღვევა ყოველდღიური საჭიროება? მადლობა. მადლობა. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ ვისაუბროთ დღეს დაზღვევაზე. მინდა პრეზენტაცია გავაზიარო და დავიწყოთ ჩემი საუბარი ორ პროდუქტთან მიმართებაში, რომელიც საქართველოში არის ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი, ეს არის ჯანმრთელობის დაზღვევა და ავტოდაზღვევა. დავიწყოთ ავტოდაზღვევით და შემდგომ მონაცემებს ყველაფერს წარმოგიდგენთ. 2025 წლის მონაცემებით საქართველოში სულ გაფორმდა 182,000 პოლისზე ცოტა მეტი. აქედან ძირითადი ნაწილი იყო საცალო გაყიდვების მიმართულება, ანუ ინდივიდუალური ავტოდაზღვევები გაფორმდა ბევრად უფრო მეტი, ასე რომ ვთქვათ, სხვა სეგმენტთან მიმართებაში სულ 3 სეგმენტია: კორპორაციული, სახელმწიფო და საცალო მიმართულება. საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა კი არის 1,900,000-ზე მცირედით მეტი. ეს არის საქმეთის ბოლო მონაცემები, რომელიც 2025 წლის შედეგებით დაიდო. აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ცოტა სამწუხარო ინფორმაცია, რომ მხოლოდ 9-დან 10%-ის ფარგლებში არის დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა, რაც არის ჩვენი სეგმენტის გამოწვევა, რომ გავზარდოთ ეს პროცენტული მაჩვენებელი. ამას სჭირდება ალბათ ცნობადობის ამაღლებაც ჩვენი მხრიდანაც, სადაზღვევო სექტორიდანაც, ინფორმაციის სწორად მიწოდება მომხმარებლებისთვის, რაზეც ვმუშაობთ და შემდგომ სლაიდებზე ნახავთ რა მონაცემები გვაქვს და რას ვაპირებთ, ასე რომ ვთქვათ, შემდგომ განვითარების ნაწილში. ხო, რა თქმა უნდა, 1,900,000 ავტომობილზეც შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის ეს ყველა ავტომობილი ექსპლუატაციისთვის ვარგისი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში 9-10%-ის ფარგლებშია დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა. გადავალ შემდეგ სლაიდზე. ეს არის უკვე დამდგარი სადაზღვეო შემთხვევების ოდენობა, რომელიც ავტოდაზღვევის მიმართულებით გვაქვს გამოყოფილი. ეს არის 168 მილიონის შემთხვევა დადგა 2025 წელს. და ორი მნიშვნელოვანი ბოდიშის მოხდით, შეგეჭრებით თუ შეძლებთ, მგონი პრეზენტაცია არ ჩანს და თუ არ შეგაწყობთ, რომ თავიდან გააზიაროთ. მაყურებელს რომ ნახოს ის ციფრობრივი მაჩვენებლები, რაზედაც საუბრობთ და უფრო მეტად ნათელი რო იყოს დღევანდელი სიტუაცია ჩვენი მაყურებლისთვის. დიახ, გამოჩნდა ახლა? აი, მე მგონი ახლა ჩნდება ნელ-ნელა, სულ ერთი წუთითაც. აი, კი ბატონო, გავაგრძელოთ, მადლობა და უკაცრავად. პირიქით ბოდიში, შეიძლება მე რაღაცას ვერ დავაჭირე. მოკლედ, ავტომობილის დაზღვევის მიმართულებით რაღაც ისევ შესავალს გავაკეთებ. კორპორაციული მიმართულებით არის დაახლოებით 60,000 ავტომობილი დაზღვეული, საცალო მიმართულება, რომელიც არის ყველაზე მეტი გაყიდვადი, ეს არის 103,000 ავტომობილი და სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში გვქონდა 20,000 ავტომობილზე მცირედით მეტის. ჯამში 182,000 პოლისი არის გაცემული, 1,900,000 არის რეგისტრირებული ავტომობილი, როგორც 2025 წლის მონაცემებით საქსტატი გვეუბნება. მონაცემის საბოლოო ჯამში არის ის, რომ მხოლოდ 10%-ის ფარგლებში არის ავტომობილები დაზღვეული, რაც არის ძალიან მცირე.
სამომავლოდ ამ მონაცემის გაზრდისთვის ალბათ ყველაზე კარგი ამბავი, რაც გველოდებას, ეს არის საყოველთაო მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა. პრინციპში ამ საკითხზე თქვენი პლატფორმის ფარგლებში უკვე ისაუბრა ჩემმა კოლეგებმა. ერთის დამატება შემიძლია, რომ ნამდვილად ძალიან კარგი თვისებები აქვს მოკლედ ამ დაზღვევას და ვფიქრობ, როგორც კი ეს კანონი შევა ძალაში და მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა ყველა შეგვეხება, უმოკლეს პერიოდში ვნახავთ ავტომფლობელები რა დადებითი თვისებები აქვს დაზღვევას და კონკრეტულად ამ ტიპის დაზღვევას, რომელიც არის პასუხისმგებლობის დაზღვევა. ხშირად ეშლებათ ხოლმე და მცდარი ინფორმაცია არის, რომ ჩვენი ავტომობილების სავალდებულო დაზღვევაზე აპელირებენ როდესაც სავალდებულო დაზღვევას ვსაუბრობთ. აქ არის მხოლოდ მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობაზე, მაგალითის სახით რო წარმოვადგინოთ, მაგალითის სახით რო წარმოგიდგინოთ, ეს არის რომ მე რომ მივაყენო სხვას ზარალი, აი რა ზარალის დადგება ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, ამ სადაზღვო შემთხვევას აანაზღაურებს უკვე სადაზღვო კომპანია. ვფიქრობ, რომ იმ პრემიის კუთხით, რაზეც არის საუბარი, თვეში დაახლოებით 30 ლარის 30 ლარზეა საუბარი, ვფიქრობ ძალიან კარგ დაზღვევას შევიძენთ მთელი საქართველოს და ავტომობილის მფლობელები, როგორც კი ეს კანონი შევა ძალაში. მერვე წელია თუ სწორად მახსოვს ველოდებით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს სადაზღვო სექტორს, რომ წელს მაინც ჩაეშვება ეს დაზღვევა. ხო, ამ სლაიდს დაუბრუნდები, რაზეც უკვე ვისაუბრე, რომ დამდგარი სადაზღვო შემთხვევები 2025 წელს იყო 168 მილიონზე მეტი. ეს ორი მონაცემი ქვემოთ რაც მიწერია, ერთი სადაზღვო შემთხვევის საშუალო ღირებულება არის 2300 ლარის ოდენობა, ანუ ერთი შემთხვევა სადაზღვო კომპანიას გვიჯდება დაახლოებით 2300 ლარი. მეტნაკლებად სადაზღვო კომპანიების მიდგომებიდან გამომდინარე, შეიძლება განსხვავებული იყოს ეს რიცხვი, თუმცა ვფიქრობ ძალიან ახლოს იქნება თითოეულ სადაზღვო კომპანიის სტატისტიკასთან და მეორე მნიშვნელოვანი ინფორმაცია 500 შემთხვევას ვარეგულირებთ დაახლოებით ერთ დღეში. სადაზღვო მთლიანი სექტორი. რაც თუ დავაკავშირებთ იმ ამბავს, რომ სულ 10%-ია დაახლოებით დაზღვეული 9-დან 10%-მდე, მთელ საქართველოში ვფიქრობ 3-4-ჯერ მეტი შემთხვევები დგება. საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ყოველდღიური არის ის რისკები, რომლებიც ავტომფლობელებს ჩვენ გვიდგება ყოველდღიურად, ხო? არავინ არ ვართ დაზღვეული, რომ ის შემთხვევა, რომელიც ყოველდღიურად დაახლოებით 1500-2000-ის ფარგლებში ხდება საქართველოში, ჩვენ რო არ დაგვიდგება, მაგით ამაზე დაზღვეულებით არავინ არა ვართ, ხო? ამიტომ ყველაზე ეფექტური და სწორი მიდგომა ჩვენი რისკების მართვის არის სწორედ დაზღვევა და ვფიქრობ ამას ალტერნატივა არ აქვს საქართველოში, არა მარტო საქართველოს პრინციპში. ავტოდაზღვევაზე პრინციპში ეს ორი მონაცემები მინდოდა რომ წარმომედგინა თქვენთვის, შემდგომ რა თქმა უნდა თუ ამ მიმართულებით კითხვები იქნება, გავცემ პასუხს. ახლა მინდა რომ ჯანმრთელობის დაზღვევაზე ვისაუბრო, რაც რა არის ხო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების და გარემოცვის ჯანმრთელობა და მასე ზრუნვა, ხო? სულ სამი მონაცემი გამოვიტანე, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა საკმაოდ ბევრ სამედიცინო მომსახურებას ფარავს, ავიღე ექიმის კონსულტაცია, ამბულატორია და ჰოსპიტალი და მინდა წარმოგიდგინოთ 2020-დან 2025 წლამდე რა ტენდენციები იყო ფასების კუთხით. აღნიშნავ, რომ სულ ორი მიმართულებით გვაქვს აქ შეთავაზება, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეს არის ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორაციული მიმართულება, ხო? გადავიდეთ ახლა სტატისტიკაზე და ექიმის კონსულტაციით დავიწყოთ, რომელიც არის ყველაზე ალბათ დაბალბიუჯეტიანი ხარჯი, რომელიც შეიძლება გავწიოთ, უბრალოდ ვიზიტი გავაკეთეთ ექიმთან, მოვისმინეთ რა ჩვენი ჩივილები უთხარით და ამაში 2020 წელს დაახლოებით ხარჯი იყო 40-50 ლარის ფარგლებში. შეამჩნევთ ალბათ, რომ დაახლოებით 10-15%-მდე იზრდება ყოველწლიურად უკაცრავად ხარჯი ექიმის კონსულტაციაზე. პრინციპში არა მარტო ექიმის კონსულტაციაზე, ამბულატორიაზე, ჰოსპიტალზე, უბრალოდ სად მივედით 2025 წლის მონაცემებით არის გაორმაგებული 2020 წელთან მიმართებაში, ხო? ერთი კონსულტაცია დღეს პაციენტს უჯდება 70-დან 100 ლარის ფარგლებში.
ამბულატორია, რომელიც უკვე ვიწრო სპეციალისტთან კონსულტაციასთან ერთად მოიცავს ამბულატორიის, უკაცრავად, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევასაც, აქ უკვე ხარჯი 2020-ში თუ იყო 80 ლარიდან 120 ლარის ფარგლებში, აქაც გვაქვს 10-15%-იანი ზრდა ყოველ წელს და 2025 წლის მონაცემებით 150-დან 250 ლარამდე გაიზარდა ეს ხარჯი. და მესამე ნაწილსაც ვიტყვი ჰოსპიტალი. იგივე 2020 წელს 800-დან 1200-ის ფარგლებში იყო, დღეს უკვე 2800 ლარამდე ავიდა ერთი ჰოსპიტალის საშუალო ფასები. აქ ეხლა რაც ვისაუბრე, არის საშუალო ფასები, რა თქმა უნდა, კლინიკის და კონკრეტული სამედიცინო მომსახურების მიღებით იცვლება ხარჯები, თუმცა საშუალო თანხები ეს არის. ამაზე ამ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ იგივე პასუხი მაქვს პრინციპში, რაც ავტოდაზღვევაზე იყო, რომ ყველაზე ეფექტური მართვა ჩვენი იმ რისკების, რაც სამედიცინო მომსახურებასთან გვაქვს, არის დაზღვევა. დაზღვევა ექიმის კონსულტაციის, ამბულატორიის და ჰოსპიტალის გარდა უამრავ სხვა დაფარვას გვთავაზობს, ხო, იგივე მედიკამენტები თუ სტომატოლოგია. რაც მთავარია, დაზღვევით ჩვენ ვყიდულობთ სიმშვიდის და სტაბილურობის განცდას, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნეთ, არავინ არ ვართ დაზღვეულები, როგორც ავტოფლობის პერიოდში, ასევე ჯანმრთელობის მიმართ, რომ არ დაგვემართება ისეთი გაუთვალისწინებელი რამ, რაც ჩვენს ხარჯებს შეეხება, ხო? სავარაუდოდ ყოველწლიურად რაღაც შემთხვევები იმატებს, ეს კიდე არის ცალკე საკითხი, რომ შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. სამედიცინო ხარჯი, როგორც ვნახეთ, 10-15%-ით ყოველწლიურად იზრდება და რა გვაქვს 2026 წელს, ხო? უკვე მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ჯობია 2026 წლის მონაცემები წლის ბოლოს ვისაუბროთ, ან 2027 წლის დასაწყისში, როდესაც ჩახურული იქნება ფინანსური მონაცემები, უკვე ვიცით, რომ ინფლაცია და სამედიცინო მომსახურების ფასების ზრდა გამოიწვევს 2026-შიც დაახლოებით 10-15%-ით ჩვენი ხარჯების გაზრდას. ამიტომ ვფიქრობ, რომ უალტერნატივოა დაზღვევა და იმდენად ხშირია შემთხვევები, დაზღვევის გარეშე ყოფნა უფრო არის, ჩემი აზრით, ფუფუნება, ვიდრე დაზღვევის არ ქონა, ხო? დაზღვევის ქონა უბრალოდ. პირად მაგალითზე მინდა პრინციპში წარმოგიდგინოთ ისეთი ისტორია, რომ ჩემი ბრალეულობით მაგალითად ერთი შემთხვევაც არ ყოფილა ავტოსაგზაო მომხდარი. ვფლობ ავტომობილს 13 წელია დაახლოებით რა. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი მძღოლი ვარ, დაზღვევის გარეშე რამდენი ხანის მომიწია ყოფნა რაღაც ავტომობილის ყიდვის მომენტში, რომ შეიძლება უცბად ვერ დავაზღვიე, ის რაღაც სტრესი, რომელიც თან დაყოლილია ამ მართვასთან, ხო? მუდმივად მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მართვა არ მომდის, ჩემი ბრალეულობით შემთხვევები, თუმცა გეტყვით, რომ როგორც კი პოლისს ვყიდულობთ და დამეთანხმება ალბათ ყველა ავტოდაზღვევის მფლობელი, სიმშვიდესთან და სტაბილურობასთან არის დაკავშირებული დაზღვევის ქონა. ბოლო მონაცემი, რომელიც მინდა ასევე წარმოგიდგინოთ, ეს უკვე არის რა ხდება უშუალოდ რას თავაზობს დაზღვევა და რა სერვისებთან და როგორ კომფორტთან არის დაკავშირებული. სადაზღვევო სექტორში მუშაობა დავიწყე 2013 წელს და მახსოვს რა განვითარებები ქონდა თითოეულ მომსახურების ნაწილს, იგივე დაზღვევის შეძენის მომენტს, მომსახურების მთელ პერიოდს და ასევე ანაზღაურების ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მომხმარებლებისთვის ანაზღაურების სიმარტივეს. ხო მე მახსოვს რომ სადაზღვევო კომპანიების უმეტესობა დაახლოებით 2013 წელს, რაც უცბად ახლა გამახსენდა, არის ის, რომ ნებისმიერი სერვისის ანაზღაურებაზე უმეტესობა სადაზღვევო კომპანიას თხოვდა, რომ ოფისში მისულიყო და შესაბამის დოკუმენტები წარმოედგინა, რომ ჩეკები ანაზღაურებულიყო, ხო? დღეს რა გვაქვს? დღეს შეგვიძლია, რომ ვებ პლატფორმა იქნება, აპლიკაციები იქნება თუ call-ში დარეკვა, მივიღოთ საჭირო და ზუსტი ინფორმაცია
ინფორმაცია, რაზეც პასუხისმგებლები ვართ ჩვენ და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს ინფორმაცია უთყუარი გავცეთ ხოლმე მომხმარებლებზე და როგორი სიმარტივე გახდა დაზღვევასთან საბოლოო ჯამში ურთიერთობა. უახლოეს მომავალში ვფიქრობ, სადაზღვევო კომპანიები, მათ შორის ჩვენი კომპანიას Eurowings Georgia ხელოვნური ინტელექტის დანერგვასაც ვფიქრობთ მომხმარებლებთან ურთიერთობის გამარტივების გამო და უახლოეს პერიოდში ამ სიახლეებს ჩვენს დაზღვეულებს შევთავაზებთ და ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს. ახლა გვაქვს ეგეთი სიტუაცია, რომ 50 ლარიანი ჩეკი იქნება თუ პირობითად 100 ლარიანი თუ 10,000 ლარიანი, აბსოლუტურად ყველაფერი შეგვიძლია რომ ონლაინ გავაკეთოთ. იგივე როგორც ვახსენე აპლიკაციების დახმარებით თუ ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია WhatsApp-ს და Viber-საც კი იყენებს კომუნიკაციის კუთხით. რაც კიდევ უფრო რაღაც ამარტივებს და მოქნილს გვხდის, რომ არის მაგალითად მომხმარებლებს გარკვეული ნაწილი, რომ აპლიკაციები არ არის მისთვის კომფორტული და ურჩევნია ან დარეკოს, ან მეილით მოგმართოს, ან იგივე როგორც ვახსენე WhatsApp-ზე გავაგრძელოთ კომუნიკაცია, ხო? ესეთი სერვისები განვითარებულია და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი სიახლე გველოდება წინ. პრინციპში რაც მინდოდა დაზღვევასთან დაკავშირებით ამ ორ პროდუქტზე სულ ეს იყო, მე შემიძლია გითხრათ პირადი გამოცდილებიდანაც, რომ ფუფუნებისაგანი ნამდვილად არ არის დაზღვევა და პირიქით იმდენად ხშირია ის რისკები, რომელსაც ყოველდღურად ხვდებით, დაზღვევის შეძენა არის ჩემი აზრით აუცილებლობა, რომ სიმშვიდე და გარანტირებულად ვიყოთ ფინანსური გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან და დაზღვევა არის საუკეთესო მეგობარი ამ ნაწილში. თუ რაიმე კითხვები არის, პრინციპში შემიძლია რომ გავცე პასუხი, თუ არა და ამ ეტაპზე პრეზენტაციის ჩემი ნაწილი დასრულებულია. ძალიან დიდი მადლობა გიორგი საინტერესო სტატისტიკისთვის და ინფორმაციისთვის. ჩაგეკითხებით თუ შეიძლება ვადიანობასთან დაკავშირებით, ანუ განსხვავდება თუ არა პროდუქტების, სადაზღვევო პროდუქტების ვადები, თუ დავუშვათ ყველაზე პირობითად ვამბობ ერთწლიანი ხელშეკრულება ფორმდება დამზღვევსა და მზღვეულს შორის. როგორი მოცემულობა გვაქვს ამ მიმართულებით? ხო, ძირითადად სადაზღვევო პოლისები არის ერთწლიანი, თუმცა რა თქმა უნდა არის მოკლევადიანებიც, რომელიც უფრო ალბათ ინდივიდუალური შეთანხმების საგანია და არის გრძელვადიანები, რომელიც უფრო ალბათ სესხთან, აი ლიზინგით გამოყვანილ ავტომობილებს რო ეხება. ძირითადად არის ერთწლიანი დაზღვევა, რომელიც ყოველწლიურად მე ექვემდებარება განახლებას, ასე რომ ალბათ პოლისების 90% შეიძლება ესე ვთქვათ, საქართველოში არის ზუსტად რო ერთწლიანი კონტრაქტები. და სავარაუდოდ ფასი როგორც ასეთი განისაზღვრება ალბათ მე მგონია რომ ინდივიდუალურად ანუ შეფასება ხდება სადაზღვევო კომპანიის მიერ ინდივიდუალურად თუმცა თქვენ ახსენეთ რომ უფრო მეტად პოპულარული ეს არის ავტომობილისა და ჯანმრთელობის დაზღვევა ამ მიმართულებით თუ შეგვიძლიათ აი უხეშად რო გითხრათ საშუალოდ რამდენი არის ყოველთვიური ხარჯი მომხმარებლისთვის და ეს გადახდები როგორც წესი ყოველთვიურად უნდა განხორციელდეს თუ არის კვარტალური ან წელიწადში ერთხელ ამ პრემიის გადახდის შესაძლებლობა. დიახ, პრინციპში ორივე პროდუქტზე რაღაც შევეცდები მონახაზი გავაკეთო, რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, ხო? როგორც ავტოდაზღვევის მიმართულება კორპორაციული ნაწილით, ასევე ინდივიდუალური ფიზიკურ პირებზე გაფორმებული დაზღვევები. $10,000 ავტომობილი რო ავიღოთ დაახლოებით, შეიძლება ითქვას, რომ პირადი გამოყენების მიმართულებით, აქ ხო არის შეიძლება ტაქსი იყოს ან რენტის მიმართულება და ასე შემდეგ, აი პირადი გამოყენების ავტომობილები დაახლოებით 5-6%-ის ფარგლებში ეზღობა წლიურ გადასახადს გულისხმობ მანქანის ღირებულების. ეს თანხა რა თქმა უნდა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს, თუ რა მოთხოვნები აქვს მომხმარებელს. იგივე ფრანშიზა ალბათ უკვე უმეტესობა ვიცით, ვისაც სადაზღვევოსთან შეხება გქონია, მით უმეტეს ვიცით. ფრანშიზა არის ყველაზე ისეთი პუნქტი, რომელიც მოქმედებს ყოველთვიურ გადასახადზე. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, რომ დაზღვევა ძვირია, მე გვესმის, მით უმეტეს გაყიდვების განყოფილებაში ეს ტერმინი რომ ძვირია, თუმცა ის იგივეს ვიტყვი, რომ თქვენზე მორგებული პირობების შექმნა შეგვიძლია. ეს შეიძლება იყოს ფრანშიზიანი ან მხოლოდ ავარიებზე დაზღვეული ან ასე შემდეგ, ხო? რაც შეეხება ჯანმრთელობას, ჯანმრთელობაც სტატისტიკურად ჩვენც ვზრდით, რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე გადასახადს, იმიტომ რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ იმ სერვისების ღირებულებაზე, რასაც სამედიცინო სექტორი გვთავაზობს ჩვენ.
2026 წელს რა შეგვიძლია რომ ვთქვათ, ხო 2026 წელს კორპორაციული მიმართულებით შეგვიძლია საწყისი ბარათი დაახლოებით 60 ლარის ფარგლებში დავიწყოთ. უფრო ალბათ დაბალ ბიუჯეტიანით შეგვიძლია რომ შევქნათ, თუმცა ყველა სამედიცინო სერვისი რომ იყოს გათვალისწინებული, რომ იყოს ხარისხიანი პროდუქტი, ასე ვთქვათ, რომელსაც ნამდვილად გამოიყენებს, საწყის ბარათი დაახლოებით 60 ლარი უნდა წარმოიდგინოთ. რა თქმა უნდა, დაახლოებით 15-20 ლარიანი ბიჯი შეიძლება იყოს შემდგომი ბარათები, რომელიც თავისთავად ლიმიტებს და დაფარვებს, პროცენტულ დაფარვებს ზრდის. ასე რომ აქაც მოქნილები ვართ, ვფიქრობ, რომ სადაზღვევო სექტორი მაგ ნაწილში შევეცდებით ყოველ შემთხვევაში, რომ კლიენტზე მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტი შევქნათ და ფასებიც ისეთი გავაკეთოთ, რომ შეძლოს მომხმარებელმა ყოველთვიური პეიმენტის გაკეთება. მადლობა გიორგი და კიდევ ერთ კითხვას გავაჟღერებ, რომელიც წინა ლაივზეც აღმოჩნდა ძალიან აქტუალური, თქვენ ამ ლაივშიც შეეხეთ და მაინც რომ გავცეთ მომხმარებელს პასუხი, რას ფიქრობთ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, უნდა იყოს თუ არა სავალდებულო და რატომ? ანუ გასაგებია ბევრი მიზეზი, თუმცა მაინც გავუსვათ ხაზი, რატომ არის, ან რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევამ მოსახლეობას. მადლობა. როდესაც ალბათ სავალდებულოზე ვსაუბრობთ, სენსიტიურია ეს სავალდებულო სიტყვაც და როდესაც ვავალდებულებთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ იყოს გადაიხადოს კონკრეტულ რაღაც პროდუქტზე თანხა, ხო? ვფიქრობ, ის მაგალითები, რაც სამეზობლოში, საქართველოს სამეზობლოში და არა მარტო პრინციპში სამეზობლოში, ყველა განვითარებულ, ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში ყველგან სავალდებულოა ეს დაზღვევა. ეს არის შეიძლება ესე ვთქვათ, რომ სოციალური პროექტიც, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ის თანხა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ მომხმარებლებს და როგორც წეგან ვახსენე, ალბათ იქნება დაახლოებით 30 ლარის ფარგლებში, ხო, ყოველთვიური გადასახდელი არის სრულიად მისაღები ფასი და როდესაც ვსაუბრობთ ზარალის ანაზღაურებაზე და ეს არის გაუთვალისწინებელი თანხების მოძიება, ხო, რომელიც საკმაოდ დაზღვევა რო არა, მე გეუბნებით, ჩემი кейსებიდან გამომდინარე, რაც სადაზღვევო კომპანიებმა ამინაზღაურეს ბოლო პერიოდში, ისიც არც ერთი არ იყო ჩემი ბრალეობით, ვიტყვი, რომ გარკვეული ხარჯების მოძიება გაუთვალისწინებელი მექნებოდა. ეს შეიძლება ყოფილიყო სესხი, რომელიც წლები მომიწევდა, გადამეხადა და ასე შემდეგ, ხო? დაზღვევა არ რეგულირებს, ასე რომ ვთქვათ, ესეთ შემთხვევებს. ეს მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა, რომელიც ლიმიტებით საკმაოდ მაღალი იქნება, აქ არ არის საუბარი 5000 ლარიან ლიმიტზე, რამოდენიმე 10,000 ლარის ლიმიტზეა საუბარი, არ მინდა წინასწარ ვთქვა ეს თანხები და ლიმიტები, რომ არ მოხდეს შემდგომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თუმცა ლიმიტები გაცილებით მაღალი იქნება. დღეს ვფიქრობ, რომ საქართველოს აუცილებელიც არის, რომ ეს დაზღვევა იარსებობს, იმიტომ რომ მე და ჩვენ ვინც სადაზღვევო სექტორში ვართ, ძალიან კარგად ვიცით შემთხვევები, როდესაც რამოდენიმე წლიური სესხის გაფორმება მოუწია ადამიანს პატარა შემთხვევის გამო. სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად გვხდება, როდესაც ცენტრის ავტომობილი დააზიანა უნიშნელოდ და რამოდენიმე 1000 ლარი იყო ინვოისის ღირებულება, ხო? შესაბამისად ვფიქრობ, რომ ის თანხა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ დაახლოებით 30 ლარზე საუბარი, არის სრულიად ადეკვატური და მისაღები, რომ ეს დაზღვევა გახდეს სავალდებულო. მე რამოდენიმე წუთის წინაც ვთქვი, ამ პროდუქტის კეთილ საქმეებს და თვისებებს მალევე ვნახავთ, როდესაც სავალდებულო დაზღვევა ჩაეშვება საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა გიორგი დამატებით ამ განმარტებისთვის. მართალი ბრძანეთ, რომ ზუსტად ეს სენსიტიურია ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ ის სავალდებულოს რო ვარქმევთ, რატომ ავალდებულებს და ასე შემდეგ ასე თუ ის ორგანიზაცია. მადლობა, რომ განგვიმარტეთ ესეთი მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხები. ამ ეტაპისთვის კითხვები ამოწურულია. მადლობას მოგახსენებთ საინტერესო პრეზენტაციისთვის და დაგემშვიდობებით მომდევნო ლაივამდე. შევახსენებ მაყურებელს, რომ ამ ვიდეო ჩანაწერის ნახვა ფინედუს YouTube და Facebook არხებზე შეგიძლიათ. კარგად ჩავდებოდეთ. არ ვზანდებოდეთ, მადლობა.